Vito Belkhania 23 წლის პროფესიის ჟურნალისტი. ეთერში ვარ? ვიყოფებით ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გეტყვით რომ აქცია, რომელიც ახლა იმართება აბა, ისტორია კადრი შეგვიძლია? ჟურნალისტობა ბავშვობიდან მინდოდა, რაღაცა მომწონდა ეს პროფესია, მომწონდა კამერასთან ტრიალი, ყოველთვის ვიღებდი რაღაც პატარა ვიდეოებს და მეზობლებსაც კი ვაჯავრებდი და რაღაც სიუჟეტებსაც კი ვკრავდი მათ ისტორიებზე. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ძალიან თამამი ბავშვი ვიყავი. მუდმივად მაინტერესებდა ეს სიახლეები. სხვა ჩემი თნატოლები თუ უყურებდნენ მულტფილმებსა და სხვადასხვა ფილმს, მე ვიჯექი და ვუყურებდი 9 საათიან კურიერზე საინფორმაციო გამოშვებას. და როცა ვუყურებდი ეკრანს ტელევიზორს, ყოველთვის ჩემ თავს წარმოვიდგენდი წამყვანის ამპლუაში. ჩემი ოცნება იყო და ალბათ ახლაც ნაწილობრივ არის, რომ გავხდე და გამხდარიყავი ტელეწამყვანი. ბავშვობაშივე მქონდა ჩემი ონლაინ მედია, ახლა ნაცადუ ნიუსი და შეიძლება ვიღაცას ახლა გაეცინოს, მაგრამ მაშინ რაიონში პოლიტიკური დღესასწაულს ქმნიდა რა, იმიტომ რომ მერის პიარ სამსახური უკავშირდებოდა ჩვენ, ვაშუქებდით აქციებს და ზუსტად 18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გავაშუქე ჩემ სოფელში ოფიციალური მედიის აკრედიტაციით არჩევნები და აი მაშინ დაუფრინავდი რა, რუბლებში დაუფრინავდი, ისე მიხაროდა. მე 11 კლასიდან ბოლომდე მქონდა განაცხადილი რომ ჩამებარებინა ჟურნალისტიკაზე და აი ასე მოხვდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებაზე. ისეთი გარემო დამხვდა, ისეთი ლექტორები, ისეთი სტუდენტობა კურსელები, რომ ნამდვილად არ ვნანობ იმ 4 წელს მაქსიმალურად ვიხარჯებოდი სწავლის კუთხით. ამის შედეგი იყო ის, რომ 2025 წელს გავხდი სოციალ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე წარჩინებული სტუდენტი და ვიყავი ზოგადად 3500 სტუდენტს შორის 7 საუკეთესო სტუდენტს შორის მთელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასშტაბით ბაკალავრიატის საფეხურზე. ძალიან ამაყი ვიყავი მაშინ, როცა იმ სცენაზე გამოვედი და როცა დამოჯილდოვეს. ვფიქრობ, რომ ის ცოდნა, რაც დავაგროვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის ფასდაუდებელი პირადად ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ გავლენა არ აქვს დიპლომს საქართველოში და უბრალოდ ფარადნა ფურცლად დარჩა. მაშინ როცა კამერას ვიღებ ხელში, მაშინ როცა მიკროფონი მიჭირავს, მაშინ როცა უბრალოდ მედიის ბეიჯი მაქვს, მაშინ რაღაცნაირად სულ სხვანაირი ხდები, რაღაცა ჩემთვის დაბრკოლება არ არსებობს ამ მომენტში. სწორედ ამის გამოც არ ვნანობ იმას, რომ ამ პროფესიაში შემოვადგი ფეხი. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან რთულია ჟურნალისტობა. ერთის მხრივ არის დაუფასებლობა, იმიტომ რომ ამ პროფესიაში რაღაცნაირად ყველაზე მეტი ნაკლებობა არის ამ დაფასების. მეორე მხრივ ფინანსური პრობლემები აქვს საქართველოს მედია სივრცეს. მეც უკვე ჭყალებში ცოტა გული ამისროვდა და აი ამჟამადაც ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მე არ ვარ ჩემი განხრით, ვარ სოციალური მედიის სპეციალისტი. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები ამ ყველაფერს შევცვლით და სწორედ ამ ახალგაზრდული ცვლილების ხვტით და მუღამით გამოვიყენებ ამ სიტყვას, იყო სწორედ მრავალკუთხედის შექმნილი. რაღაც მომენტში შეიძლება გაჩერება მოგიწიოს, უკან დახევა, მაგრამ ეს გაჩერებაც დიდი მომავლის წინაპირობა. რაც შეეხება მრავალკუთხედს, რომლითაც მე ძალიან ვამაყობ, მრავალკუთხედის შექმნის იდეა გაჩნდა 2024 წელს, მაშინ ქვეყანაში იყო საკმაოდ დაძაბულობა და დავინახეთ იმის საჭიროება, რომ სტუდენტებს სჭირდებოდათ თავიანთი ხმა. თავარია ასე რომ ვთქვათ, ადამიანობა არ დაკარგოთ. ჩვენ გქონდა არაერთი ექსკლუზივი, მაგრამ თუ ეს მასალა ძალიან დიდ ზიანს აყენებს ემოციურად, ფსიქოლოგიურად ადამიანს, მაშინ რაღაცებზე უარი უნდა თქვა. ჩემთვის თავარია სინდისი. სინდისი რო შევინარჩუნე, აი იმიტომ ვარ გაუბედურებული და აქცეული ჟურნალისტი. და ერთადერთი შემთხვევა თუ მე დავრჩი ამ პროფესიაში და ისევ გავაგრძელე საქმიანობა, ეს იმ შემთხვევაში იქნება თუ აღვადგენ ჩემს დამოუკიდებელ მედია საშუალებას მრავალკუთხედს, იმას აუცილებლად გაიგებთ, იმიტომ რომ მრავალკუთხედის გვერდზე გამოჩნდება Vito Belkhania, რომელსაც უჭირავს ბჭყალებში პეტლიჩკა, თემუთან გამოწერილი და თქვენი ხოთ რა პირდაპირ ეთერშია მრავალკუთხედი. რა ვიცი, ნახოთ რა იქნება.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ონლაინ მედია მრავალკუთხედმა საქმიანობა აღადგინა.